There are two parts of the building. There is one which is adapted for people with wheelchairs. We are happy that there is a მოგესალმება პრევენცია ძალადობის მსხვერპლად გადის ერთ-ერთი ნაწილია ისი ალბათ გოლე არამედ აქ შეიძლებათ ორი წლის წინ სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იყო მრავალი უწყება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო. ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები და დღევანდელი გახსნა ამ ცენტრის სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილი არის. ასეთ ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში რამოდენიმეა, თუმცა ეს ცენტრი იმით იქნება გამორჩეული, რომ ეს არ იქნება უბრალოდ თავშესაფარი, არამედ ეს იქნება ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ადამიანები მოვიდნენ ყოველგვარი ოფიციალური პროცედურების და მსხვერპლის სტატუსის მიენჭების გარეშე მიიღო მთელი რიგი სერვისები, როგორიც არის მაგალითად ფსიქოლოგიური დახმარება, როგორიც არის შედარებით მცირე ამბულატორიული სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში იგივე ადვოკატის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათ მიიღონ თავშესაფარიც, რა თქმა უნდა, თუ კი ასეთი დაჭირდება. ამ ცენტრის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის გაეროს ქალთა ფონდს და შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, რასაც გულწრფელი მადლობა მინდა მათ მოუხადოთ. ტრაფიკიკის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ბაზაზე გაიხსნა კრიზისული ცენტრი ოჯახში სავარაუდო მსხვერპლთათვის. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის, რამდენადაც არსებობდა რგოლი, ანუ ბენეფიციარების, ანუ რგოლი, რომელიც გამოტოვებული იყო, ესე ვთქვათ, სრულ წრეში იმ სერვისებისა, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ. არსებობს უკვე თავშესაფრები, რომლებიც სტატუსის მქონე, მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანებს ემსახურება, ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ სტატუსი, მაგრამ არიან სავარაუდო მსხვერპლი ოჯახში ძალადობისა, მათ არ ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ სახელმწიფოსაგან მიიღოთ დახმარება, მანამ სანამ სტატუსი მიენიჭებოდა და განრიდებოდნენ გარემოს, ძალადობრივ გარემოს. შესაბამისად, ისევ სტატუსის მინიჭებამდე რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. დღევანდელი გახსნით კრიზისული ცენტრი მოემსახურება სავარაუდო მსხვერპლთ ოჯახში ძალადობისა. ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრობლემა. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობაში. მიღებული იქნა კანონი და სამოქმედო გეგმა. პროგრესი თვალსაჩინოა. ეს არის პირველი სახელმწიფო კრიზისული ცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ქალბატონებს მომსახურება უფასოდ გაეწევათ. კრიზისული ცენტრი ილუსტრაციაა იმ პროგრესის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით იქნა მიღწეული. Free of charge to alleged